როგორ გადავლახოთ შიშები. წერით თერაპიის ჯგუფში ჩვენ გვაქვს სპეციალური სავარჯიშო ამ მიმართულებით. ერთგვარი ცივი შხაპის ეფექტი ქვია. მე ვიყენებ ხოლმე ამ ტექნიკას ხანდახან. თუმცა ახლა მინდა გაგიზიაროთ სულ სხვა ტექნიკა, რომელიც არ არის ჩემი ასე ვთქვათ მოფიქრებული, წავიკითხე ერთ საინტერესო წიგნში, მომეწონა და მინდა რომ გაგიზიაროთ თქვენც. მას შესაბამი იღებთ კალამს, ფურცელს, ამ ვიდეოს აჩერებთ. პირველ რიგში ინახავთ ალბათ რომ არ დაგეკარგოთ და მიყვებით ფეხ იმ ფრაზებს, რომელსაც მე თქვენ შემოგთავაზებთ და შემდგომ ასრულებთ თქვენებურად. პირველი ფრაზა. წერილს ვიწყებთ ასე. გამარჯობა, ჩემო შიშო. მეორე ფრაზა. შენ გქვია და აქ ჩაწერთ სახელს, რისი შიში გაქვთ, ძაღლის, პარტნიორის, წარუმატებლობის, თუ რისი შიშიც გაქვთ, სახელი დაარქვით ამ შიშს. მესამე. როცა შენ ხარ, ჩემო შიშო და სახელით დაწერეთ, მე ვგრძნობ და დაწერეთ ყველაფერი, რასაც გრძნობთ. დეტალურად აღწერეთ, არ დაიზაროთ აღწერა, არ დაიზაროთ სიტყვები, ეს თქვენ გეხება, თქვენი საქმეა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მიაფუჭეჭოთ. შემდეგი წინადადება. შენ მასწავლი რომ და დაწერეთ რას გასწავლით ის შიში, რაც გაქვთ. რას იღებთ აქედან ამ შიშის არსებობით, რა შეიმეცნეთ თქვენ თავზე, გარემოცვაზე, გარესამყაროზე, დაწერეთ ყველაფერი აბსოლუტურად გულწრფელად. შემდეგი ხაზი. შენ მე მასწავლი არასასურველ და დაწერეთ რა არასასურველ ამბებს გასწავლით, ან გარიდებთ თქვენი შიში. ეს დეტალიზაციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი. ჩემო შიშო, სახელით მიმართავთ. შენ სასარგებლო ხარ ჩემთვის, იმიტომ რომ გააგრძელეთ. შემდეგი ხაზი. ჩემო შიშო, შენ ასრულებ ჩემთვის ამად ამ როლს, რა როლს ასრულებს? ეს შეგიძლიათ განავრცოთ, დაწეროთ მაქსიმალურად ცხადად და გარკვევით და გულწრფელად. შემდეგი ხაზი. ჩემო შიშო, შენ მე მივითარებ და რას გივითარებთ ეს შიში? ამას მიაქციეთ ყურადღება. შემდეგი ხაზი. ჩემო შიშო, მე მადლიერი ვარ შენი, იმიტომ რომ და დაწერეთ რატომ ხართ მადლიერი თქვენი შიშის. კიდევ ერთი ხაზი. ჩემო შიშო, შენ შესაძლებლობა მომეცი რომ გააგრძელეთ ეს წინადადება, ისე როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ბოლო წინადადება, რასაც გვირჩევს ავტორი ამ სავარჯიშოსი, არის ასეთი. ჩემო შიშო, ახლა მინდა რომ და ამთავრებ წინადადებას ისე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ეცადეთ რომ საკუთარ შიშს დაუმეგობრდეთ, ჩვენი შიში, ჩვენი მტერი არ არის, რაღაცისთვის გვჭირდება ის შიში რაც გვაქვს, ამიტომ გადალახვა ამ შიშის ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლებელია ჩვენ უბრალოდ რისიც არ ვიცით და რაც არ ვიცით იმის გვეშინია, ეს ჩვენი დაცვის მექანიზმია ადამიანს რო არ ეშინოდეს. და შიშის ასე ვთქვათ უნარი რომ კონდეს დაქვეითებული, ის უბრალოდ ვერ გადარჩებოდა, ამიტომ არაფერი საშიში არ არის იმაში რომ ჩვენ გვეშინია. თუ გამოგადგათ ეს სავარჯიშო, ბევრჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ, გაიმეოროთ, შესაძლოა თქვათ ერთ ჯერზე შედეგი არ დადგეს, მაგრამ ბევრჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ. თუ თქვათ სხვა სავარჯიშოები გაინტერესებთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ წერით თერაპიის ჯგუფში, სადაც ჩვენ ასეთი ტიპის სავარჯიშოებსაც ვაკეთებთ და ვამუშავებთ ხოლმე, ცოტა სხვანაირად. ეს ვიდეო ჩაწერილია გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა ფასკუნჯისთვის. გამოიწერეთ, სხვასაც ურჩიეთ და მობრძანდით ჩვენს კურსებზე.